დასაწყისში მინდა აღვნიშნო ემოციით გარკვეულწილად, მაგრამ მაინც გულის ტკივილით ის რეაქცია, რაც იყო ჩვენს თხოვნაზე საზოგადოებისადმი, რომ დახმარებოდნენ ლეიბორისტულ პარტიას შემოწირულობებით, ის რეაქცია, რაც მე ვნახე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჩემი კონცეფციის ისტორიას, რომ 70% ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ბიომასა, რომლის მოვალეობა, ბიომასა რა გაგებით, უნდა ჭამოს სვას, თქვა თუ იშოვა რაღაცა ფული ღმერთმა აშოვინოს, წავიდეს გასკდეს რესტორანში ინფარქტამდე, ან წავიდეს გარკვეული ყოფაქცევის მშვენიერ არსებებში, აიკიდოს ვენერიული დაავადება 1000-ობით დოლარი დაუჯდეს, ოღონდ 1 ცენტს არ შეეწევა თავის ქვეყანას პოლიტიკურ სისტემას და ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ცარიელ ქვაზეა დარჩენილი და მისი ინტერესებისათვის ბრძოლას შეეწირა ამ პარტიის მოღვაწეობიდან 30 წელი. 30 წელი. ხო და ისეთი რეაქციები იყო, რომ თითქოს რახანეს მოვითხოვეთ, დიდი დანაშაული ჩაგვიდენია წარსულისა და მომავლის წინაშე. აბა როგორ არის პოლიტიკური სისტემები აწყობილი? ხალხო, შედით დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის საიტზე, პირველ რიგში იწყება დონაციის მოთხოვნით. ჩაგვირიცხეთ, გთხოვენ ბრიტანელები, ის ლეიბორისტული პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია, რა ვიცი, მთელი მე-20 საუკუნე და რომელსაც როულინგი აფინანსებს, აი ჰარი პოტერის ავტორი, რომელიც ოფიციალურად მილიონერი ახლავდა უამრავი სოფლიოში ცნობილი Forbes-ის რეიტინგში შეტანილი მილიარდერები აფინანსებენ და ის მაინც ითხოვს დონაციას. ახალი ზელანდიის ლეიბორისტული პარტია, ნახეთ საიტი. ავსტრალიის ლეიბორისტული პარტია, ნახეთ საიტი. დონაციას ითხოვს ყველა. კონსერვატიული პარტია, რადგან მარტო ლეიბორისტული. და ყველა სხვა პარტია. ეს სოფლიო წესია, ეს იმისთვის არის განკუთვნილი და ასე ვთქვათ ტრადიციად გადაქცეული, რომ პარტია პასუხისმგებელი იყოს ხალხთან, საზოგადოებასთან. ის რო გეხმარება თუნდაც 1 ცენტი და 1 თეთრით მოხალხე, ხო? თავის ნაწილად გაგიხილავს. მე პასუხს გთხოვს, პასუხისმგებლობას იღებს. ორმხრივი პასუხისმგებლობა, პარტიასაც უძლიერდება პასუხისმგებლობა და მოქალაქესაც იმ პარტიაზე და იმ იდეოლოგიაზე, რომელსაც ვთქვათ, მხარს უჭერს, ან შეიძლება სიმპათიები ჰქონდეს. და ასე აწყობილი მთელი მსოფლიოს პოლიტიკური სისტემა საქართველოსგან განსხვავებით. სადაც ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არავითარი ამგვარი პასუხისმგებლობა საზოგადოებას პოლიტიკურ სისტემებთან არ აქვს. პარტიის წევრები, რა თქმა უნდა, პარტიის საწევროს არ იხდიან პირიქით. მილიარდიანი მილიონერების პარტიები უხდიან აქეთ აქტივისტობაში, აქეთ უხდიან, არადა მსოფლიოში ყველა პარტიაში იხდის წევრი, საწევრო. საქართველოში ეგეთი რაღაცა შეიძლება ქვით გამოგეკიდო. ეგეთ რამე რო ახსენო. აქეთ თუ არ მოგთხოვენ და რა თქმა უნდა ჩვენ პარტიაში იდეით თავად გაერთიანებული არავინ არ ითხოვს არაფერს, საწევროს გადახდა ეს საუბარი ზედმეტია. ამიტომ რჩება აი ჩვენი უბედურება საიდან მოდის და საიდან მივიღეთ ჩვენ კორუმპირებული, კრიმინალური, პოლიტიკური ელიტა. არა მარტო ამ ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლებების ჟამსაც. შექმნა, წყარო, საიდან მოდის? ძალაუფლება, ნივთიერება, ფიზიკური მოვლენა, ამინდი, წვიმა, წყალი, თოვლი, საიდან მოდის წყარო, მდინარე? ეს არის მთავარი, ხო? და საიდან მოდის ჩვენთან პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პარტიები? ელემენტარულად, არა საზოგადოებიდან, არა საზოგადოების პასუხისმგებლობიდან, არა იდეიდან, არამედ ერთი ტიპი მოიპარავს მილიონებს ან მილიარდებს, სადმე, მერე ეს ტიპი დაარეგისტრირებს პოლიტიკურ პარტიას, გახსნის ტელევიზიას, დანიშნავს ხელფასებს იმ მოპარული ფულიდან, გასცემს უზარმაზარ დაპირებებს, ხმის მიცემაში გადაიხდის ფულს და დაახელფასებს თავის პარტიულ აქტივისტებს და შესაბამისად გააყალბებს არჩევნებსაც ბოლოს გარიგდება ერთმანეთში გარიგდებიან ესენი ერთი წარმოშობის რო არიან ზანიულად იგდებიან ერთმანეთში გარიგდებიან გამორიგდებიან როგორც წინა ამ არჩევნებზე გააკეთეს 4 გამარჯვებული პროევროპული პარტია
პრეზიდენტის დამოუკიდებლობით გარიგდა ივანიშვილთან, რომ ლეიბორისტულ პარტიას მოტახავდნენ, თვითონ მოვიდნენ უმრავლესობით და გამოვიდნენ გადაგდებულები აქ. ახლა დადანტალებენ იქ-აქეთ, ხო? აღარ მინდა შორს წავიდე. და არავით არის პასუხისმგებლობა ამ ფორმატში არ აქვს საზოგადოებას. საზოგადოება არ იღებს მონაწილეობას პოლიტიკური სისტემის ფორმირებაში. და არ სჭირდებათ ამ პარტიებს იმდენი აქვს მოპარული მილიარდები და მილიონები აქვს, რომ არ სჭირდებათ არანაირი დახმარება საზოგადოებას, არც შემოწირულობა უნდათ, არც აწეული უნდათ, არაფერი არ უნდათ. ერთადერთი ასეთი პარტია, რომელიც ხალხს ემსახურება, რომელსაც არაფერი მოუპარია, რომელსაც არ ყავს მილიონერები, რომელიც არავისგან არ ფინანსდება, რომელსაც სანქციები დაადეს და 4 წელი საბუჯეტო მოპოვებული კანონური დაფინანსება წაართვეს. წვირის ქვაზე დატოვეს. არის ლეიბორისტული პარტია. ეხლა ჩვენ იმას ხوار ვიზავთ, რომ ხელი ჩავიქნიოთ იდეებზე, პრინციპებზე, წავიდეთ უფულობის გამო, მივეყიდოთ ხაზარაძეს, რა ვიცი, ვინც არიან გილაურს, იმათგან დავფინანსდეთ და გადავიქცეთ მის პროპაგანდისტებად. მათ ხო აქ ეთყობა ჯობია გადავიყვანო ალბათ ისევ მაგთიზე, რადგან აი თუ კიდევ ერთხელ გააკეთა გათიშვა, გადავიყვან მაგთიზე და წინასწარ გითანხმებთ ამას, ხო? მე რა უნდა წავიდეს ასეთი უფულო პარტია ჩვენ რო ვართ, ასე ხდებოდა მთელი ეს 30 წელი მე რასაც უყურებდი. მიადგება რომელიმე მდიდარ მასას, ხორცის მასას, აი ბიოკომბინატს, ბიომასების ყველაზე მძიმე კატეგორიას, წონობრივ ფიზიკური გაგები და არასული. და ეტყვის რომ აი გვიმსახურე. ყავს პროპაგანდისტები, შეგვიძლია დავждდეთ და რაც გინდა ის ყველაფერი გავაფორმოთ და გავაპრაოთ, ასე რომ ვთქვათ, გავალეგიტიმუროთ. დაგვაფინანსოთ და სხვა და სხვა. აი აქ არის ეშვაკის თავი დამარხული. და მე რეიწყება ივანიშვილების მოსვლა, მე რეიწყება კალაძეობა, მე რეიწყება ის რა ქვია რა გვარია ის უჩამამაცაშვილობა, მე რეიწყება ფარცხალაძეობის ეპოქა, მე რეიწყება აი ის ქაოსი და აი ის იზოლაცია და ის პროცესი, რამაც სოფლიო პოლიტიკურ ადარებიდან ამოგვაგდო და გვაქცია რუსებს აქვთ აი ის ქართულ როგორ изгой государство, აი დევნილი, აი კუთხეში მიკუნჭული, ყველასგან წიხლა მოკრული სახელმწიფო. საზოგადოება არა. საზოგადოებამ თავისი აქტიური პროტესტით ქუჩაში მსოფლიოს აჩვენა, რომ საკაცობრიო სტანდარტების უმაღლეს საფეხურებზეა ხალხი ჩვენი, აი ახლაც იქ რუსთაველზე რომ იწყებენ შეკრებას. მაგრამ სახელმწიფოებრივად ვამბობ. აი კუთხეში მიგდებული წიხლამოკრული სახელმწიფო გავხდით ირანთან, ჩრდილო კორეასთან, ვენესუელასთან, იემენთან და აი ესეთ ქვეყნებთან ერთად. აი სადამდე მიგვიყვანა ჩვენ იმან რომ თავდაყირაა დაყენებული პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკური პარტიების წარმოშობის მსოფლიო კანონზომიერებები. ანუ არა ისე მივდივართ ჩვენ როგორც ეს მსოფლიო კანონზომიერებამ დაადგინა და აპრობაცია მოახდინა. არამედ ჩვენ ვიწყებთ სახლის მშენებლობას, ანუ პოლიტიკური სისტემის მშენებლობას სახურავიდან. და ყოველთვის გვენგრევა ის სახურავი და ეს კედელი, იმიტომ რომ საძირკველი არა. საძირკველი რა? წარმოშობის წყარო, რომელიც მარტო იდეოლოგიურად კი არ უნდა იყოს ხალხის მოთხოვნებიდან აღმოცენებული და საზოგადოების საჭიროებიდან განპირობებული. არამედ მათ შორის ფინანსურადაც მხარდაჭერილი უნდა იყოს ხალხის მიერ. აბა თუ პარტიამ ყაჩაღობა დაიწყო იმისათვის, რომ ფინანსი იშოვოს, მას ხალხისთვის არ ეცლება. მას არ ეცლება იმისათვის, რომ წავიდეს და უფასო საშუალო განათლება დააკანონოს სკოლებში და რამდენიმე მილიარდი აჩუქოს ხალხს, რაც ჩვენ გავაკეთეთ 97 წელს. თქვენ მამონამორჩილი და პარტია არ ეცლება თუ დაიწყებს ტანტალს მილიარდერებში და მილიონებში ფულის საშუალებას პარტია იმისათვის, რომ უფასო სასწრაფო დახმარება აღდგენოს ხელისუფლებას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არ ეცლება პარტიას იმისათვის, რომ უჩივლოს ამერიკულ კომპანიას, მაშინ ამერიკული კომპანია იყო აქ თელაში და დენის ტარიფი დააწევინოს 11 თეთრამდე თბილისში და 7 თეთრამდე რეგიონებში და 3 მილიარდი აჩუქოს თავის ხალხს. არ ეცლება მაშინ პარტიას იმისათვის, რომ ტენდერები ჩაშალოს ეკონომიკის სამინისტროში და ტყეები გაყიდვას გადაარჩინოს, ვენახები გაჩეხვას გადაარჩინოს. და მიწის კანონი ისეთი მიაღებინოს, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავდა და დღეს თუ გაყიდული იქნებოდა საქართველოს არაბ-პაკისტანელებზე, რომ არ გამختარიყვნენ იძულებული ჩვენი აქციებით, აი ესეთი კანონი მიიღოთ, სადაც კი არის ხრელები დატოვებული, რომ უცხო ელემენტი მოზრეს, მაგრამ არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. თუმცა სხვა კატეგორიები აგერ ურაეთს
ნახეთ ჩვენ და ამასაც მიხედავენ და თანაც დროზე სანამ დარჩა გლეხი ქართველი ფერმერი და ჩვენი მოქალაქე რომელსაც აქვს სურვილი მიწას მიხედოს და სანამ თლიანად არ დაეპატრონა უცხო ელემენტი ხო ამიტომ რა იყო საკურველი რომ ჩვენ მოვითხოვეთ დახმარება თქვენგან თქვენმა პარტიამ თქვენგან მოითხოვა დახმარება და მივიღეთ ლანძღვაგინების კორიანტელი ალბათ ეხლა იმედი ყველა ასე არ ფიქრობდა მაგრამ სასწაულის არ 1 ცენტი არ ჩამორიცხულა აი იმდენი აჟიოტაჟის შემდეგ 1 ცენტი არ ჩამორიცხულა პარტიის ანგარიში და კიდევ ერთხელ დავწმუნდი რამდენად საჭიროა ოპოზიციური პარტია ქვეყანაში და იქნებ სწორი ეს ოლიგარქია რომლებიც თვითონ ქმნის პარტიას თვითონ უკვეთავს სიმღერას თვითონ მღერის თვითონ ატყუებს თვითონ ანგრევს თვითონ აქცევს მე მეორე წრეზე მოდის მე მესამე წრეზე მოდის და იქნებ არ არის საჭირო აქ პოლიტიკური სისტემის შემოყალიბება მაგრამ საჭიროა ჩვენი შვილებისათვის აი იქ რო დგანა ახალგაზრდა ზოგი ციხეში რო არის ვარსკვლავი ახალგაზრდებისათვის საჭიროა იმ 30%-ისათვის რომელიც საზოგადოების ბურჟია მიუხედავად იმისა ვის უჭერს მხარს მაგრამ დანარჩენია 70% ბიომასა მე არ ვიცი ამათ რა შეიძლება და ჩვენ რა გვეშველობა მაგათ ხელში იყო დიახ ამ თემაზე მეც აღარ ვისაუბრებ და არაფერი თქვენი არ მინდა სანამ გავძლევთ ესე გავძლევ და როგორც იქნება მე ამას ღმერთი და ისტორიის კანონები გადაწყვეტს რა ვქნათ ფაქტი ერთია რომ მე 30 წელი რაც შემეძლო ყველაფერი ამ პარტიაში მოვიტანე არც ოჯახს მოახმარე არც ჩემ თავს მოახმარე არც პირადი ინტერესები დავეკმაყოფილე არც ბიზნესი გამიხსნი არც ბიუჯეტი მომიპარავს არც მიწისნაკვეთები მითვისებია არც წარმოებები ჩამიგდია ხელში არც ლიბერალური პოლიტიკის შედეგად კრედიტები შემიტყაპუნებია სახელმწიფოს არც ნათესავები დამინიშნია და მომიწყვია სამსახურებში და ბიზნესები გაინფორმებია არც ბინები მიყიდა არც უძრავი ქონება შემიძენია არაფერი მე ვფიქრობდი 30 წელი რომ რაც ღია იქნება შიშველი ხელებით იქნება დასანახავად იქნება პოლიტიკოსი საზოგადოებისათვის მეტად მისაღები იქნება მეტად მხარდაჭერილი იქნება მე რას არ მოვიდგენდი რომ აი ამ გზებს გავივლიდი ამდენ ლანძღვას მივიღებდი პლუს და ამდენ ბრალდებასაც იმის თაობაზე რომ მილიონერი ვარ იმის თაობაზე რომ მე და ბექას ორი სახლი გვაქვს ნიუ-იორკში იმის თაობაზე რომ გავყიდე საკრებულოს თავმჯდომარეობა ხმებს ვყიდი აი ასეთი ბოროტების მთქმელი საზოგადოება ის 70% დაგმობილია ღვთისგან ისე შმაკის წარმომადგენელია დედამიწაზე და ღმერთის აი ესე რო არ დააფასებს პოლიტიკოს ადამიანს მეგობარს მეზობელს რამჩველობა ჯგუფელს უბნელს აღარ არის საუბარი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ხანუ ეხლა კაი დავამთავროთ რაც არის მოკლედ ესე იყო ეგ ისტორია